Didina, asmeni mჭირდება. ვალი გაქვს? ჯერ არა, მაგრამ კაბანი დავიჭედო. აგერ კედელზე მოკიდე. ფულს მოგცა მიყიდე, ოღონდ ეს არა. რატომ იცი? ამ კაბაში ფარაონის თოვლი გავარ. ხო. ეშკი მაშინ აქვს ნაკაბას. უცა მართლა ფარაონის თოვლი ხარ თორე, ბიძინას თოვლი იყო და ფარაონის თოვლის კაბა გეცოს, ეს ჩემი შეურაცხყოფაც არის და ფარაონის. რა ვქნა? მენანება თორე. მამა ჩემი შენაძენი ქანდაკებები და ზოგიერთ გავყიდდი. და ცოტა ადამიანს ამსგავსებ. მამა შენი კაი კაცი იყო. ბავშვებს ხატვას ასწავლიდა. მაგრამ თავის ქალიშვილს ერბუკვერთხის შეწვის და კაბების ყიდვა გაყიდვის მეტი ვერაფერი არ სწავლა. ეტავეთი. ბიძინა. არ მოიწყინო. ჯერსატობაში ბევრი ხალხია. ისინი ყველა იცნობს ერთმანეთს, მაგრამ სინამდვილეში არავინ გამოლაპარაკებია ერთმანეთს. რა თქოს ასეთი შრომა, როდესაც ადამიანმა დაკარგა უნარი ერთმანეთის შეცნობის. თუმცა რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ ეს სრული დაუბრუნდეს. თუ შეიძლება ჩადი და მოდი, აი საადარ ხალე. გააჭარე, შეიძლება მოხდარა. ლაჭი, გადი. ძალიან ხოდი ძალიან ხოდი დამიქმედა. მithom რატო? დაგზიმეთ ვარ. იმას ამას ხალხში მიიტყოდა. გაცით ბატონო ეს ღიბი მოუკვდი აღარ შემიძლია მეტი. რა ვქნა ხალბატონო, ჩემი ბრალი არ არის. ისედაც სულ დიეტაზე ვარ. აბა ვისი ბრალია? გასუქდა ეს ხალხი. იმას კი არ ფიქრობენ. მსხობსაც აწუხებენ თავის სიმსუქნე. თხოვთ გამიჩეროთ ავტობუსი. ფეხით წავა. გამიჩერეთ. გაჩერებასთან. არა. უნდა ჩავიდე. გამიჩერეთ. როდეში? საიდან მესმოდით? ელიხზე. ვერსო ვერ ვიხსენებ. გამოდის რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ რა? ასე გამოდის. დახურეთ პანჯარა. გახდია მორი. მადლობ. არა. გაკონდე როგორც თაბაში ის კანდაკები. ცოტა გაიწევთ, ვერ ხედავთ შუაში ადგილია. დიდი მადლობა. კიგა როგორ ახალ საპეიკაში რამდენი არ მინახეთ, კიგა ვერ ვიცარით. არა, შანს ვარ ძველებურა. კიგა ჩვენ რა თორმოდი ხარ? ვარჩი ვერ შენახარ, ვეღარ გიცანი. ამ პლანში რას მიცნობ? წინ წამოიწიე. კარგი. შენთან სალაპარაკო მაქვს. ახლავე ამოვა. ხო? პარდონ. ადამ. შე. აბარჯება ბიძინა. როგორ ახ? ჩინებულა. სასწაულში მომეწდე. შეგა. აკეთე ცხოვრობ? არა, კაცო, აქ რამინდა უნივერსიტეტის სახლებში ცხოვრობ ლაკეში, ცენტრში. აქ დისერტაციას ვაბრძნე. საკვირველია. რა არის? სკოლაში ამოცანებს ჩემგან იწედი და დისერტაციას. ამბობენ აინშტეინი სკოლაში ფიზიკას ცუდად სწავლობდა. ისე იგი? შენ ალბერტ აინშტეინი ხარ? უნდა გიგია, კაცი ჭობდა, ღმერთი იცოდა. ესეც კია. აი მე ამ ავტობუსით ვტრიალებ წინ და უკან. შინაზე გამოგმული ძაღლივით. შენ აგონია. განამიერა ვარ შინაზე გამომული. ასე
Tirando la chance, guarda, che mal ti muoio. Prima cazzo muori. მიგეშინია. სუხელს საოცარი სიზმარი ვნახე. ჩემი ავტობუსი მამას მდელოზე იდგა. სიზმარი სულიერი სწრაფის ქვეცნობიერი გამოხატულება ყოფილა. ჩვენ მართალი ხარ. საჭიროა რომ სულ მამოისუთქოს. მართლა შეჭიროა. სულმაც უნდა ამოისუთქოს. გაჭირე. მე მგონია გაჩერება იყო. საოცარია, რატომ არ გააჩერე? ბიძინა, რა შევე? გაჭირე. გაგიჟდი ბიძინა, გაჭირე. რა ვარ სამბოს? არაფერს არ ამბობს, არაფერი ვერ გამიგია. ბიძინა, გაჭერეთ გააჩერე ბიძო მართლა. ბიძინა, გაგიჟდი. ბიძინა. მე რა თუ ხარ? გაგიჟდი, მოწმინე. არაფერს არ ამბობს, არაფერი გავიჟე. ამიყანა მოწმინე ბიძინა. გაჩერეთ მაგას. ბიძინა. ძალიან ბიძინა, შვილების ბატონებია, ბიძო არ დაგუყო. ბიძინა, გააჩერე მანქანა. ბიძინა, შევდე! Sabmidi, bicho. Zida bebe ukhli, gaachre mangkhana. Gamishi, damana mi. Khasdubishit. Ardagandriyo, tula. Ardagandriyo. Ogidase. Akala gobili kiyo. Akala gobili kiyo. წარმოგიდგენიათ დღეს მანქანის გამოყვანას ვაპირებ. სად მივდივართ? ვისკენ მივდივართ? რისთვის მივდივართ? ხუთა ვიცოდი. შულებრივი სტრესი, ამის შესახებ დღეს ორიგინალური მოსახლეობა აქვს. იგი ამბობს, რომ ქალი კი ბატონო, მაგრამ მე ხონდა ვიცოდი სად მივდივართ. უნდა იცოდე კითხვა მომიხრა. ერთი დღე გავიკიდე. თუ მაშინ გადარჩი. მეორე არაფერი აღარ გიწევს. ამ ხანაგე ნუ ხელა. სჯობს დაწნარდე. ბოლოს და ბოლოს. ხომ გააჩერებს. მაგრამ როდი? როცა საწვავი დავუთავდე. არ მიეკარო. მე მგონი არ აღიარებ. ანტიპლექსიდან გამოგწევა. უთხად სუდათევა. პურვარილი გაუსლიათ და ქეიფობენ. ამ დილადრია, მინდორში. თანაწვიმაში. რა კეიფი? მუშაობის შემდეგ ურსჯამე. ისვენებენ. ვინ იცის იქნებ ჩვენ შესაძლებელსაც ვამენ. დასანანია, კარგად ვერ დავინახე. ეს პენსიაზე გასვლას ვაპირებ. დადგა სადღა წემსი სიმღერა წემსი სალამური ლეგენდები ყველაფერი წარსულ ჩაბარდა ახლა თავზე ფაფახის ნაცვლად ბერეტი ასხურავდა ჩვენთვის უცხოენაზე ლაპარაკი რატომ ჩვენერი მუსიკა ეს რამწინარია ენი ხეიგა უკვე დიახ ეს სად მიდის ეს?
ბიძინა სად გაიქცა? ოიცა ბიძინა გაჩერდი ნუ მიგვატოვე ბიჭო ამ პრეგრესი ბიძინა რა საკარდი ბიძინა ხარდი ვარ ბიძინა გაქცევა ბიძინა როგორ ეგა ბიჭო ბიძინა საკარდი დამიცადეთ ატეხან აქ გაიარა აქ გაიარა გამაგარ აგერი გაგიჟდა აქამდე არ იყო და ახლა რა მოვიდა რო ერთი შენი თავი ჩამაგდები უთუოდ რაღაცაზეა გაბრაზებული თქვენ ხომ გამოელაპარაკეთ ალბათ ეს რა შეიძლება მოგიწვა ამ სამუშაო დღეს აბა წელიწი ეს აღამოვდი აღარ გამოვჩნდები დამიგდა ყური მეგობარო თუ შეიძლება გითხრათ არაფერზე უბრალოდ მოვიკითხეთ ერთმანეთი მეტი არაფერზე გადაიხარა შეიძლება ერთი კითხვა მაქვს ერთი თუ შეიძლება აი თქვენ და იმას ერთი გოგო ხომ არ გიყვარდათ აი ორივე დამაცადე შე ეხარე რა აწყენინე იმ კაცს არაფერი მიწეინებია მივესწავლე აბა ამენი ხალხი დღეში რატომ დაგყარა ნუ მიყვი მეორე რაშუაშია გამაგებინეთ მეორე რაშუაშია მარხადალე ესე იგი არა იმან უნდა აგოს ვინც გიზია მე რაშუაში ვარ მაგ არაფერს შუაში ვარ ამ დაკითხვას ძობს ჩავსდეთ ავტობუსში და შიდად გავარჩიოთ ჩვენი მდგომარეობა უპირველეს დაბრუნების საკითხი სწორია ორი გოგო და ერთი ბიჭი ხარ. ხმარი მთელი დღე სამსახურშია. მე ვტრიალებ. ყველას ჩემი დახმარება უნდა. ხო, ეხლა ქალიშვილს გაუხდა ბიჭიავად. იმასთან მიდიოდი და აი. ახლა სად მიდიხარ? ჩამოვძანეთ? აბა, ხო. სად მიდიხარ? ჩვენ წავიდეთ. ეგე. წავიდეთ. აბა, წავედით. აკრა ეს ხო სახელმწიფო დანაშაულია. სასირე მდგომარეობაში ვარ. თქვენი აზრი მაინტერესებს. თქვენ უფრო მეც გეტყვი. პროფესიონალი დივერსანტი იქნება. ნამდვილად ასეა. აგერ ამ პროექტ ჩვენი ინსტიტუტისათვის უსწარმასარი მნიშვნელობა ჰქონდა. მეგონა დღეში ექსკურსიაზე გაისეირნეთ. ჯერ არ გელოდით. ესეც არ უნდა იყოს სლადალაგებული. რა, ავტობუსს დარაჯობთ? არა, მუშაობდი. სად არიან დანარჩენები? ტყეში. როგორ თუ ტყეში? ზოგი პეპლებს იჭერს. აბა ზოგმა ლეგვის კრეფა დაიწყო. ზოგი კიდევ ნახეთ რა ლეგვი მოვიტანე. ნახეთ რა შესანიშნავია. ასეთი ლეგვი ბაზარში 3 მანეთია. მიიცით. ნუ გერიდებათ. მიიცით. ახლა სამსახურში უნდა ვიჭდეთ და ვხაზავდე. ამ ნახაზების გარეშე დღეს სამუშაო დღე ჩაეშალა თელს ინსტიტუტს. მართალია ბატონო. ეს სახელმწიფო დანაშაულია. დიახ, დიდი დანაშაული. მოიწმინეთ. მეგობრებო, ყველა უნდა შევიკრიბოთ. თქვენი სახელი? ჩემი? ხო. ევგენი. ჟენია. საერთოდ კი დამბაგდახია. ევგენი, ჟენია. თქვენც მოგზანდით. იცით. ერთი დღით გვიან თუ აშენდა ჩვენს ქალაქში ასეთი ასანთის სკოლოფა სახლები, ეს დიდი უბედურება იქნება. ასე შეიძლება ყველაფერს დასცინით. სიცილი ყოველთვის სასარგებლო. ამხანაგებო, დღის წესრიგში ორი საკითხია. კარადი მომაწვევი. პირველი. სად ვიმყოფებით? და არის თუ არა ახლო დასახლებული პუნქტი. აბა გაიკეთე. მეორე საკითხი. რატომ მიგვატოვა ავტობუსის მძღოლმა და როგორ მოვიქცეთ? დაუბრუნდეთ პირველ საკითხს.
სად ვიმყოფებით ჩვენ? შეიძლება ბრძანეთ ძირფასო მეგობრებო დიახ ამბობენ საქართველოს დაჭმუჭნულია და ამიტომაც გვეჩვენება ის ასეთი პატარა თორემ რომ გაშალოს კაცმა იქნებ აფრიკაზე დიდიც გამოვიდეს ასე რომ ჩვენ ახლა გადაკარგულ ოაზისში ვიმყოფება ახლა ახალგაზრდასთან უნდა ვიქე მე რა ტარზანი ვარ ვიო საცელია სახეთიანო თქვენ ძალზე საინტერესო მსჯელობს მაგრამ ახლა უფრო კონკრეტულები უნდა ვიყო გასაგებია რომელი საათია ღმერთო ჩემო საათი დავკარგე ხელიდან საათი ამ თუჩი აგა მქონდა ამ თუჩი მე ჩანთაში ფული მქონდა ღმერთო ჩემო საათი დავკარგე საათი და საფულე დავკარგე ფული მქონდა და აღარ ამაქვს და რაღაცნა მოხალხენო აქ მუშაობს მთელი ბანდა შეგიძლიათ დამიჯეროთ ჩემი აზრით საჭირო გავაგზავნოთ რამდენიმე კაცის სხვადასხვა მიმართულები რათა დავადგინოთ ჩვენი ადგილსამყოფელი ამორთე თუ გაციხარეთ ეს მუთი არის იაპონური ტრანზისტორი სულეთია ეროვნულ ამ გეოგრაფიულ ექსპედიციას მე ჩაუდგეთ ადრეში იმედი მაქვს თავმჯდომარე მხარს დამიჯეროს შესაძლებელი ჯგუფს მე თვითონ შევარჩევ კარგი რას გევხარ როგორ გამოიყურები ასე არ შეიძლება მოიხსენე კალტუხელი განთავისუფლდით და კახალისტით ჩვენ ხომ წეში ვიმყოფებით ერთიანად შევერწყათ ბუნებას ბუნებასთან შერწყმა დიდებული რამეა ერთო ბრძნული აზრია საქართველო პატარა მაგრამ ბუნება მრავალფეროვანია ყოველ კუთხეს თავის სილამაზე გააჩნია პოეზია ქართველები პოეზიაში უფრო ძლიერები ვართ ვინმე პროზაში ამაშიდაც მრავალფეროვანი და ცვალებადი ბუნების გავლენა იგრძნობა შეხედე ხედავთ ამ უხად არა უხარ უნდა იყოს მაგრამ მაინც ძალიან პატივსაცემი ხია მართალია ყველასაგან მოშორები დგას მაგრამ პატივსაცემია ბავშვთა დაუკმაყოფილებელი სექსუალიზმი ფელინის ეხმარება სამყაროს აღქმაში ფრთხილად როგორ გეფერებიან ეკლები უნდა გითხრათ რომ ფელინი როდესაც ფელინზე ვლაპარაკობ საერთოდ ყოველთვის ვრღელა იგი არავის არ გავს იგი განუმეორებელია კინოსამყაროში მას ბადალი არ მოეძებნება არის ერთი მოსაზრება რომ აი ხედავთ როგორი სექსუალურად აფეთქებული ხეა ასეთი დეტალებით ქმნის ფელინი თავის განუმეორებელ ფანტასმაგორიულ მირაჟებს ხედავთ რა სიმყუდროა მოდით აქ დავანაკდეთ აი ასე დავდანდით თქვენ ამარ კორდი გინახავთ არაჩვეულებრივი სურათია ინვალე აი ასე თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ფილმი ფელინი ბავშვია იგი ქეთნობიერად აღიქვამს სამყაროს გულახდილად რომ გითხრათ იყო ჩვენ შორის ხალხი რომლებიც ემუქრებოდნენ მას გარწმუნეთ აფანაგებო რომ თუნდაც ფორმალობისათვის საჭიროა დამნაშავე და დაჭრა ყურებზე ხახვი არ დამკრა ეს რა ლაპარაკია თქვენ ორივეს მიგიყვანთ მასთან და ბოდის მოგახტენე თქვენი აზრით ბოდიში უნდა მოიხადოთ აბა არჩი რა სიტყვით მოუხადოთ ბოდიში თუ თქვენ ასე გინდათ დიდი სიამოვნებით მოუხადოთ
ვერ მეტყვით რა ზეძახიან არსენარი. როგორ არა, ეს ონტკოპა, ძალიან გემრიელია. იჭმევა? დიახ. აბა მიიწვით. ამხანაგებო, მე ყველაფერი დავაზუსტე. ტრასიდან ვარ დაცილებული 9 კილომეტრი. იმყოფებით საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, შავხელსგრადის მიდამოებში, არაგვისპირა. ფეხით აქედან 2 საათი და 45 წუთი უნდა რაიონულ ცენტრ ბარის ახლოს. სურველებს შეუძლიათ ჩემთან გამოცხადდეს. მე მათ ჯგუფებად დავყოფ და ჩავუდგები სათავეში. აბა ჰე ამხანაგებო. ისლამ მე ხელს თქვა. პიკირაშვილის მზანდება. ლიდერდე. მე დედა გამზარდა. არ უმამოდ, მაგრამ მე შემოხედე, ცუდი ვიკი ვარ, კითხე ჩემს მეგობრებს. ურმანო, მითხარ შენ სარდესა ეთერ ქალი რა დღესია? რასი კითხავ ცათასწორო, ეთერ ქალი რა რიგია? შენთან იყო იმ ტანჯვაში, შენთან არის რა დღესია? შენ ხო მიცი ბროლი სიხეზეც ის როგორ თაღებშია? შიგმიზის ქალი ეთერი ყელიც მოუღერებია. შენთან იყო იმ ტანჯვაში, ყელიც მოუღერებია. შენთან არის რა დღესია? შენთან იყო იმ რუეთს სამიკაციას რუეთ არა ეს პარტია სულმილერია რა გამღერე იცით ეს ჩემი ბავშვობის მოგონებებია. არ მღეროთ ოპერაში მღერით არა, ჩვენ მეტრიკოები ვართ. ბრავო მეტრიკოები და ჟევი ქალისასთვის კერა ეს ფაბრიკის მთავარი ინჟინერია. ეს კი დირექტორის მოადგილე. მეტი მომარაგებელი. ჩვენ ფილმას ქვია ყველაფერი ქალებისათვის. თქვენ შეგირთვათ ცვირი. აბა წამოდით კრებაზე. ასა, კარგი, წავიდით. გამოდით. სიმთვრალეში მთელი კვირა არ მოდიოდა სახლში. დაბრუნდა 3-4 დღე მიტყარი. გამოგვიძებული ბავშვი ჭირჭირებდა. სიმთვრალეში უშუალო სიტყვებთან გავანდა. მეზობლები ამოწმენ საკმაოდ ხალხი გაისმენ. იარიციანო მისი თვალის გარშე მარტოობა ყველაზე ძნელი ყოფილა. ჩემი ქმარი დაუწყე დინჯი და მორიდებული კაცი. მთელი ცხოვრება მისგან ერთი შენიშნაც კი არ მაქვს. სულ იმას მეუბნებოდი და როგორც შენ გინდა, როგორც შენ განიხარდება, როგორც შენ გესიამოვნება ისე გააკეთე. მე ძალიან მიყვარს. რამდენი შვილი გაქვს? 2 ქალვაში. ორივე დაუჯახებულია. მეც ქალვაში გაქვს. ქალი გათხოვილია, 3 შვილი. ვაჟი მოკრილია. წარმოსადეგი მამალი, სულ მამამისი. გათმომე. რას გეტყვი? თუ კაცი ხარ, მედი მოელაპარაკე ენტებს, გავიგე რას ფიქრობ ეგ ადამიანი. მილიცია ვალდებულია, დაგვიცვალ და დაგვეხმარო. მე მეუბნები? ხო, შენ. მე რაშმაში. აგე არჩი. თუმცა როა ეს იგი დავამყაროთ. ესა წესრიგი სამხელი. ვინმე მფუჩაში წესრიგი რომ დარღვიოს, ხელად ჯარიმას გამოუგებს. აქ ის შეხედეთ რითი ერთობა. მომღერი. ავიდე. ვაფხელა და ხელა. გამარჯობა თანხმობა მილიციანო. გამარჯობა. მე აკაკი მქვია. მეთრავად ბატონო აკაკი. თქვენ ჩემთან ერთად იმგზავრეთ ავტობუსით, არა? თითქოს. ჩემს გვერდით იდექი. არა, ვიჯექი. არა იდექი. რაში ესახე ამხანამ? ჩვენ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქენი აღმოჩნდით რა მოულოდნელ და გაუთვალისწინებულ სიტუაციაში თავს ვალდებულად ვთვლი მიმართოთ ხოვნით ჩვენს მილიციას. მოხდა რამე? საშინელება. თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ და ეს ხვები იქით გადავყავით, იქით.
საწყალი ყვავილები რა დღესია ამდენ ქვებში? წყალი სისტემატურად უნდა ეალერსებოდეს მათ ღეროებს, ისე რომ ქვებს არ ეხლებოდნენ. სულ უნდა დაყარო. სულ, რა თქმა უნდა. დამჭირეთ ეს ახალ. დამჭირეთ. აბჯოთ. ხო. ეს თავს საიტანო. ჰიკი. თქვენ ბოტანიკა ყვარებიათ. ბუნება მიყვარს. მაშინ რაღა მილიციაში დაიწყეთ მუშაობა. რა არის აქ გასაკვირი? აბა, დავედი. სილა არ დაიქცო. სალამი, ძიათ აიხოსო. აიხოსო არა, ნინდია, ნინდია. არა. სოკო ხომ გიყვართ? გემრიელია. გემრიელია. ძალიან გემრიელი. დავდან. უკაცრავად, ეს რა მაინტერესებს, იცით, აი თქვენი პროფესიის ადამიანი გულგრილად შესდგეს ამ მდგომარეობას. სულაც არ ვარ გულგრილი. პირიქით, ძალიან მომწონს. დიახ. გასაგებია ყველაფერი, თქვენ ბუნება გიყვართ. მე სიცოცხლე მიყვარს. მეც მიყვარს. რა პენსიის ახალ? 20 წამი. ციტრა მოდი სადღეგრძელოები ვთქვათ. თითქოს ღვინოს ვამდე. უკაცრავად რითი? წყაროს ცივი წყალი დავა. ძვირფასო დავრებო. თქვენის ნებართვით ერთ სადღეგრძელოს ვიტყვი. ამ შვენიერ დედამიწაზე მრავალი ხალხი ცხოვრობს. ყველას თავის სათქივარი აქვს, უხარება და ზნე, მაგრამ ყველას ერთი გვაქვს: თვარე, წყალი, ჰაერი და მზე. მოდი ამათ გავუმართვით. ახლა ყველა ბოჭიკა და მოკლედ გაგვასწროთ თავის თავი. ვინ არის რას აკეთებს? თქვენგან დავიწყოთ. მადლობ. აბა რა უნდა გითხრათ? დღეს პენსიის საქმე მქონდა დასამთავრებელი. 50 წელი ვიმუშავე მოზარდ-მაყურებელთა ქართულ თეატრში. თამაშობდი დათვის, ბაჭის, ღარბის, მელიის როლებს. დირექტორმა ჩემს განცხადებას გააწერა, გამოარკვიეთ, რომელიც ყოველი გადის პენსიაზეო. გავზარდე 3 ბავშვი. 2 ჩემი ძმის თულია, 1 მეზობლის ობოლი ბიჭი. უკვე დიდები არიან. მაგრამ ის თვითონ რომ არც ერთი მამას არ მეძახის. აი, თითქმის ყველაფერი გიამდეთ ჩემს შესახებ. გაგიმარჯოთ, კარგად იყავით, იცოცხლეთ. მაპატიეთ არსო. ოთარი მქვია მე ვეფხვაძე ვარ გვარად ჩემო ბატონო, ვეფხვაძე.
ცოტა დაგვეწვა. განსაკუთრებული ჩემს ბიოგრაფიაში არაფერი მომხდარა. საქართველოს ჩემპიონი ვიყავი კრივში. კი. მე კინოსტუდიაში დავიწყე მუშაობა გამართლებით. სამი ბიჭი. ვაი. საათი ისევ ხელზე მაქვს. ესა სულ ბიოგრაფია იბრეკდალა. მადლობ. ამ დღეებში ახალი დინამიკა კედლები დაბრეცილია. კარფანჯარა არ იკეთება, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. ცოტა არ იყოს აცირდა მივიდინეთ. ნება მომეცით მოგახუროთ. არ კარი. ვიპოვე. წარმოგიდგენიათ, დაკარგული მქონდა. ახლა კი ვიპოვე. წარმოგიდგენიათ. აიდან გაჩვენა. წარმოგიდგენია? ქოჩორი არ არის მთავარი. არაფერია. 20 წლის ხომ აღარავა. ქოჩორიც გექნება ისეთი წამალი მაქვს, ჯაგარივი თმა მაქვს. კალებში დაგიღე. მე არაფერი არ დამგარბია, არაფერი. ახლა დროა სახში წავიდეთ. ეცინდილა დღეობა. ავაკეთოთ. ედგარ ფირმას კურნალობ და ფსიქიატრიულში, ხო? მოს განიკურნა და გააყარა და ეკიზეუბნება შენ რა ხო? ხო იცი რომ სიმინდის მართალი არახარო ვიცი ამ თვით ზება წავიდა და წავიდა გარემო. კაცის გაგანი შემოგესმაო. დოდი სიმინდი რა რა კათამაიცო, კათამო. დაიდე, კათამო ხომარიცო. დაიდე უკვე დავამაგრე, დაიდე. გამოგვეცხადა. დაიჭა უკვე აღგია რა თქმა უნდა. არ უნდა. აბა ზაგიუზე მარგრენა რა ჩეჩინათელები რატომ ანათებენ? ჩეჩინათელები? არ ვიცი. აბა როგორ გითხრა? იცი რა მე მგონი ისინი. მაინც რატომ? მე მგონი ისინი ერთმანეთს დასაწოლი. აგერ ყოფილა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი იყო. მადლობა. დავწერია ხოლმე. მადლობა, ჩემო კარგო. შევიათ გავატარეთ დრო. Kaloshenin Petrika Basasrikova Pinare Soharalo